მზიანი და უნალექო ამინდები ფერმერებისთვის შესაძლოა პრობლემების მომტანი აღმოჩნდეს. გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც ხეხილის ბაღებისთვის არასახარბიელოა. ანდრია კიტასაშვილის თქმით, პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეფექტური საშუალება ნიადაგის მორწყვა, რათა მცენარის ფესვთა სისტემამ დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნოს და ნაადრევად კვირტები არ გამოიტანოს. მიმდინარე თვეები გამოირჩევა შედარებით მაღალი ტემპერატურით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კვირტის ნაადრევად გამოსვლა და აღნიშნული კვირტი დაზიანდეს. თუმცა ამ პერიოდში ასევე შეინიშნება ღამით ყინვები, რაც ასევე ხელს უშლის ამ კვირტის გამოსვლას და როგორც ვფიქრობთ, ნაკლებად არის შესაძლებელი, რომ აღნიშნული კვირტი დაგვიზიანდეს. რაც შეეხება ხელშეწყო პირობებს, რომ ხელი შეუშალოთ ამ მოვლენას, შესაძლებელია ერთადერთი ის, რომ მოირწყას ნიადაგი და ფესვთა სისტემა გაცივდეს, გაგრილდეს აღნიშნული ხელშეუშლის კვირტის ნაადრევ გამოსვლას. მიმდინარე პერიოდში აქტიურად ხორციელდება სხვა ფორმირების პროცესი, ნარჩენი ტოტის გამოტანა და სუფთავება ნაკვეთების და საკმაოდ უკვე ძალიან კარგად არის აღნიშნული სამუშაოები ჩატარებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.